გუშინ 1 აპრილს მოვატყუეთ მომხმარებლები და ვუთხარით, რომ 11, 12 და 13 აპრილს სტარდებოდა 3დღიანი ღონისძიება. სინამდვილეში ამ 3 დღიან ღონისძიებაში თავმოყრილია მეტი და მეტის 5 დღიანი ღონისძიება, ოღონდ მხოლოდ საუკეთესო ნაწილი ამოღებული ინტენსიურად მოთავსებული 3 დღიან პროგრამაში და ამ ყველაფერს ემატება გიოს მიმართულება. ხო, ერთი კომპონენტი არის, რომელიც ჩვენ ორი კვირის თანამშრომლობის შემდეგ გიოს უთხარი, რომ მომწონს მეთქი ყველაფერი, რასაც შენ აზიარებ, მაგრამ ჩემთვის ერთი კომპონენტი აკლია მეთქი რა. ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ შევხვდით რამდენიმე კორპორაციასაც და ესეთ სერიოზულ ბიზნესმენებს და დირექტორებს დიდი კომპანიების, ძალიან დიდი კომპანიების საქართველოში, რომლებიც ანუ ჩემი, ესე ვთქვათ, წარსულიდან გამომდინარე ჩემთან კარგად არიან, ჩემი მეგობრები არიან, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს და იქიდან გამომდინარე, რაც ვიცოდი გიოზე ის ტექნიკები, რასაც გიო აზიარებს, მოკლედ, ჩემთვის იყო მიგნება, იმიტომ რომ ტექნიკები არის ძალიან პრაქტიკული, ანუ ამდენი ხანია, ანუ მარკეტინგი ნასწავლი მაქვს უნივერსიტეტში, სარეკლამო სააგენტო მაქვს ყველაზე მაგარი საქართველოში, საქართველოში ISM მაქვს დამთავრებული. ანუ ყველაზე კაი უნივერსიტეტში მაქვს ნასწავლი, ყველაზე კაი სარეკლამო სააგენტო მაქვს დაფუძნებული, ყველაზე მაგარი კომპანიები მაქვს გაკეთებული, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში აღიარებული და ძალიან მაგარია ეს ყველაფერი რა, მაგრამ დღეს რომ მოდიხარ ადამიანთან და უხსნი ეს ყველაფერი, როგორ უნდა აუხსნა ადამიანს, რომელმაც არ იცის როგორ აკეთოს ეს ყველაფერი, თუნდაც ნასწავლი კონდეს უნივერსიტეტში, ისე მარტივად და ისე პრაქტიკულად როგორც ეს გიოხსნი და ანუ მე ეგრევე რომ გავიგე რა რას აკეთებდა, რას ამბობდა, როგორ აზროვნებდა და რას ასწავლიდა ხალხს, მეთქი ბიჭო რავი, ამდენი ხანი ეს ჯერ ერთი რომ ჩემთვისაც ძალიან სასარგებლო და პრაქტიკული იყო, ეს ზნალაღებთან ბევრი რაღაც ახალი იყო, ანუ შეიძლება რაღაც ჰენდბუქში მქონდა წაკითხული, მქონდა რაღაცა ნანახი, იმაში რა ქვია, წაკითხული ნანახი, გაკეთებული, გამოკეთებული, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც, ანუ იმდენად მოკლე გზას მანახებდა, რომ ვა მეთქი საღოლდა, მე რატო დავიწყე თანამშრომლობა? მე პატარა სკოლის გავაკეთებ, ეგ გამოსილება ორმხრივია. მე შენს რაც მე და შენ დავიწყეთ თანამშრომლობა ქვია? ხო, რა ვიცი, რაც ქვია რა. ხო, მეგობრობა და რაც მე და შენ ხო, დავიწყეთ ამ მიმართულებით მეგობრობა. მე ჩემგან ძალიან ბევრი ის რაღაცა დავამუღამე, რაც მენეჯმენტში უცხო იყო, დელეგირებაში უცხო იყო და ასე შემდეგ. აბსოლუტურად, ხო, მე უბრალოდ იმის თქმა მინდა შენც ის ადამიანი ხარ, ძალიან ცოტა კატეგორია ადამიანების, რომელიც აცნობიერებს, რომ რაღაცის ეხლა მოპოვება და მიღება კი არ არის მნიშვნელოვანი. აზროვნების შეძენა, რომელიც უზრუნველყოფს ყველაფერს ცხოვრებაში, რაც უნდა, ეგ არის მნიშვნელოვანი. ანუ ყურადღება ძალიან ცოტა ადამიანს აქვს გადმოტანილი ამაზე და ვიცი რომ შენ ჩემთან ხარ, იმიტომ რომ ჩემგან რაღაც ახალს სწავლობ და მე ჩემი мотиваცია შენთან ყოფნისაც არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთისგან რაღაც ახალს სწავლობთ, თან რაღაცნაირად შეიძლება რომ შევავსოთ ერთმანეთი და ამან კიდევ უფრო დიდი ღირებულება შეგვაქმნებინოს სხვა ადამიანებისთვის. ხო. ხო და აი ესე პრაქტიკულად დღეს ჩემს ანუ ერეკლეს ველაპარაკებოდი ზურმუხტაშვილის უზურგისონის დირექტორს საუბრობდით და მასაც ვეუბნებოდი რომ მეთქი ეხლა რასაც ვაკეთებ თქო და რასაც ვნახულობ თქო არის ძალიან გამარტივებული დაწნეხილი ძალიან მარტივ ნაბიჯებად და ძალიან მარტივ პრაქტიკულ რჩევებად და მიგნებებად რაც ჩვენ უნივერსიტეტში რო ვისწავლეთ მეთქი და სახელმძღვანელოებში ამდენი ტერმინოლოგია ამდენი ფორმები რაღაც ჯერ ერთი რო ყველაფერი მოძველებული არის მეთქი მიუხედავად რომ ბიზნესში ამდენი ხანია მაგ რაღაცებს ვწდით მეთქი ან მაინც ამდენ ახალს და მარტივს პოულობ თქო და თან მაგარი რაც არის თქო რომ მიუხედავად იმის ადამიანს ბიზნესზე აქვს ნასწავლი რა ვიცი იმაზე რა ქვია სამხატვრო აქ დამთავრებული თუ რაღაც თეატრალური თუ ფსიქოლოგია თუ იურიდიული სულ ერთი ანუ ეს როგორც ხსნის ამ ყველაფერს ესე მარტივად ამას არ ჭირდება არანაირი წინასწარი ცოდნა მე ალბათ ის უსმენთ მეთქი შენზე ველაპარაკე მე ვამბობ რომ ანუ ამას ვამბობდი მეორე რაღაც კიდე რაც დღეს ანუ ძალიან საინტერესო იყო ხო ძალიან მაგარი ხო და ჩვენ დავიწყეთ მოკლედ მეგობრობა და თანამშრომლობა წავედით და აი დიდ ვიღაცა კომპანიების კორპორაციების დამფუძნებლებს დირექტორებს ან ძალიან დიდ საქმეებს რო აკეთებ ეგეთ ხალხს ხვდები და ვეუბნები რომ მეთქი ანუ შენ რო ყავს გაყიდობ და მარკეტინგის ხალხი რა მე და ეს კაცი იმიტომ რომ ამ კაცს ძალიან პრაქტიკული ისინი აქვს ცოდნა აქვს რომელსაც გადმოგცემს და შენი თანამშრომლები ეგრევე ძალიან ბევრჯერ და ბევრად და ბევრჯერ მეც გაყიდიან
იქიდან გამომდინარე, რაც ვილაპარაკეთ, რაც მოусმინე, რაც ვნახე ამის მიდგომები, ვთქვი, მე ამაში დარწმუნებული ვიყო, ანუ ნდობა გამიჩნდა იმის მიმართ, რასაც ეს ასწავლი და ამათ და არა, ანუ საკმარისი იყო ჩემთვის იმისთვის, რომ ვიღაცებთან მისულიყო და მილიონებიანი შეთავაზება გაგვეკეთებინა და მე თქვა, რომ აი ეს უეჭველი ესე იქნება, როგორც გეუბნები, იმიტომ რომ მე ამას ვენდობი რა. და გუშინ წინ, ერთ გუშინ წინ ან იმის წინ ერთად ვიყავით ჩემთან სახლში და ეს მანახებს თავისი პროგრამის Sales Ninjas ერთ-ერთ გაკვეთილს, ერთ-ერთ პოდკასტს, რომელიც 3 წუთიან 3 წუთი. ანუ თავიდან რომ მითხრა, რომ ჩემი მთელი კურსი არის რაღაცა 25 წუთი, ანუ ჯერ ვაფშე პაჩამდე მეთქი, ანუ ეს აფერისტი 25 წუთი რასაც სწავლის ის ეცმეთკი ავყავს. ვინობით ადრე რომ ხალხი მარკეტინგს და გაყიდვებს სწავლობენ რაღაც საათობით წლობით და რა ვიცი, რამდენ ხალხს ვინც და ბიზნეს მარკეტინგში გაყიდვებს შეიტანჯებიან და მეთქი, ანუ რას საკეთებს და ნაკედი არ მქონდა კურსი რა, ეხლა რავი რამდენი ვილაპარაკეთ, მანახა ბევრი რაღაც მომიყვანდი კურსი, რაღაც მინდა მომიყო ყველაფერი ეს კურსი და გუშინ წინ მანახებს და ბიჭოს დავიჭირე ესე და უსმენთ. მე შეხوار მირა და მეთქი ანუ ჯერ ანუ მოკლედ რაც მე მეგონა ამდენი ლაპარაკის მე ამას ვუყურებ და ამან კიდე გადააჭარბა ჩემ მოლოდინებს რომ მეთქი შენ ამას ამ ფორმით ასწავლი ტიპებს მეთქი ანუ ეს ესეთი მარტივია მეთქი ანუ წარმოგიდგენთ 25 წუთში რა ვიცი 7 წელი თუ რაღაც რაოდენობის 60 წუთიანი პოდკასტებით და პატარა პრაქტიკული დავალებებით რა არ ვიცი მო რა ანუ მე გეტყვი რა ანუ ჩემთვის აი ჩემთვის გიორგი ბურჭულაძისთვის რაც იცი რომ ბიზნესში გამიკეთებია, რაც იცი რომ იმაში გამიკეთებია, ამაში გამიკეთებია, მარკეტინგში გამიკეთებია, რეკლამაში გამიკეთებია, კომუნიკაციაში გამიკეთებია, გაყიდვები გამიზრდია დიდი კორპორაციების და ასე შემდეგ და ჩემთვისაც ამბები სარგებელი მინახავს, ანუ ჩემთვის არის ტრანსფორმაციული რა. ანუ მართლა არაფერს არ ვამატებ, ანუ რაში მჭირდება საერთოდ. ხოდა ეხლა გიომ გადაწყვიტა რომ გუში რომ 1 აპრილი იყო და მოგატყუეთ რომ მარტო 3 დღიანი ივენტს გაძლევდით, ასე ვთქვათ, ონლაინ დასწრების შემთხვევაში 630-ლარად. გიომ გადაწყვიტა რომ Sales Ninja, რომელიც ასევე ცალკე რამდენიმე ღირს შედის. ანუ ადამიანი დაიწყებს, ანუ ადამიანი მოვა არა მარტო 3 დღიან ღონისძიებაზე, რომელსაც ან ლაივში ან ონლაინ დაესწრება, არამედ რამდენიმე დღით ადრე ხო? წავიკითხო იქ ბარემ რაც უკვე მათიციან ვინც შემოგვიერთდა გუშინ იმას წავიკითხო და მივხვდი ანუ მოგესალმებით ჩვენი ღონისძიება ჩატარდება 11, 12 და 13 აპრილს. გილოცავთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯის გადადგმას, გაყიდვების ძალიან საინტერესო და გულახდილ კურსზე, რომელიც ღონისძიების დაწყებამდეც კი ცვლის ადამიანების ცხოვრებას, რადგან ღონისძიების დაწყებამდე ვიწყებთ მომზადებას. 5-დან 9 აპრილის ჩათვლით სტანდარტული მასალის გარდა საჩუქრად გაგიზიარებთ Sales Ninja-ს პოდკასტებს და გაგიმხელთ, როგორ მოვიშოროთ გაყიდვის უხერხულობა, როგორ დავიწყოთ მეტი პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა და ნდობის შენება ყიდვამდე. ოღონდ მართლა როგორ, ანუ ეს კი არა რომ თეორიებს კი არ გასწავლოთ. ანუ ჯერ ერთი რომ ამას ნაბიჯ გასწავლოთ და მეორე რო შეხედოთ თვითონ ონლაინ როგორ აკეთებს ამას ნაბიჯ, ანუ პირდაპირ აკეთებს. ანუ ტიპი რასაც აკეთებს, იმას გასწავლის და თან განახებს როგორ გააკეთებს. ხო, ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ვიტყოდი რომ ჩემს სასწავლო პროგრამა ეფექტური არის კეთება და სწავლა ერთი პარალელურია თითქმის რა მარჯვენა ფეხია რომ რაღაცას გადაადგამ მარცხენა ფეხი სანამ გადმოდგამ გიხსნი ეს ესე რატო გაკეთდა როგორ კეთდება და შენ იგივე როგორ უნდა გააკეთო. მე ვფიქრობ რომ ანუ ნამდვილი მასწავლებელი რა ანუ არის ზუსტად ეგ მასწავლებელი რა ანუ და არა ის მასწავლებელი რომელიც ცოდნას გიყვება და მე შემდგომ ჩარჩოი როგორ გააკეთო არა რო გეუბნება და განახებს ერთდროულად რომ პირდაპირ ბაბახ და შენ შეგიძლია დააკოპირო გაიგო და რეალურად მაგას აქვს თავისი ჩარჩოები როგორ უნდა ასწავლო ადამიანებს მოკლე დროში ან რა უნდა ასწავლო რომ ტიპებს შეეძლოთ ეგრევე გამოყენება თავის ჩარჩოები საინტერესო იქნება სხვებისთვისაც ნახე პირველი ეტაპი არის რაც უნდა ასწავლო ტაქტიკები ანუ რა უნდა აკეთოს უნდა ასწავლო მაგრამ თუ ადამიანებს ასწავლი რა აკეთოს და არ ასწავლი როდის და როგორ უნდა აკეთოს ადამიანები დაიწყებენ სწორი რაღაცების კეთებას არასწორი დროს ან არასწორი ფორმით. შესაბამისად, ეგრევე უნდა ასწავლოს სტრატეგია, როდის და როგორ უნდა გამოიყენოს ის, რაც ასწავლთ. და ასწავლი პრინციპებს. რატომ მუშაობს ეს რაღაცები? რომ ეს მოდეს სინამდვილეში რა არის და ამას არა მხოლოდ თეორიულად ასწავლი, უკვე გამოცდილიც აქვს. ხო, უკვე გამოცდილიც აქვს. და ეგ არის ანუ მე მაგას ვქეთებ, რომ შენ
ის რაც სასწავლი შენ გამოიყენებ და ამას ხედავ და თან ანუ ეს სხვა დონე არის სწავლების რა მე რავი მე ამდენი ხანი მე ვასწავლი უკვე 4 წელია სემინარებს ვატარებდი საკმაოდ დიდ საკმაოდ სერიოზულ საკმაოდ ღრმას ხო ანუ და ვიცნობ ხალხს რა ვინც რაღაცებს ასწავლის რა და რა მე შენთან ამდენი ხანი არავისთან არაფერი არ გამიგეთებ შენ როგორც გაგიცან ჩვენ დავსვათ მე ხერო ეს ის არის რაც ჩვენ რავი რა ანუ მე ვსწავლობ შენგან ამის თქმა მეც შენგან აბსოლუტურად აი ხა მაგნაწილზეც რო გადავიდეთ რომ ანუ ეგ ნაწილი იყო რომ მე ძალიან მომწონს ეს მიდგომები რა და გიოს ვეუბნებოდი რომ რაღაც კომპონენტი მაკლია თქო რა და ეს კომპონენტი რომელსაც მე დავამატებ ამ კურსს რა არის რაღაც რაც მე ვფიქრობ რომ ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა ამან და თუ ადამიანი ამას გაიგებს მან უკვე საშიში აღარაფერი აღარ არის რა ანუ ნახე რა ხდება ძირითადი პრინციპები რომელიც არის გაყიდვების მარკეტინგის რაღაც ფინანსური წარმატების მიღწევის და ასე შემდეგ რაც ამერიკიდან მოდის და რაც ასევე გიოს ტრენერები ასე ვთქვათ და მენტორები არიან ის დიდი ამერიკელი მართლა მაგარი მასწავლებლები რომლებისგან ჩვენ რაღაცები ისწავლე შეაგროვე და ასე შემდეგ ხო თან ვისწავლეში რა გულისხმობს ის გულახდილად იმდენ ხანს ვაკოპირებ ტიპს ვისგანაც ვსწავლობ მე თუ მაგალითად შენგან რაღაცას ვსწავლობ იმ სფეროში შენგან რასაც ვსწავლობ მე ამას ვაკოპირებ და ვცდილობ იმდენ ხანს ვაკოპირო, რომ ეს ინსტინქტში გადამივიდეს. ამას კი ეთყობა შენი რომ შენგან მაქვს ეს მასწავლი, მაგრამ ამაში მიმუშავდება ჩემი ხელწერა. იცხვისგან რაღაცა იმდენჯერ ვაკოპირეს, სანამ ინსტინქტურად ძალისხმევის გარეშე არ წავა. და ხო, ველოსიპედის ტარებას ამეთქი. ეგ ძალიან მაგარი არის. ადამიანებს ხანდახან უნდა თუ თავიანთი უნიკალური რაღაცა მისცენ იმაში. ვერ ხვდება ადამიანი, რომ უბრალოდ ნაწილია ამ ბუნების, ანუ იქ რომ ვიღაცამ რაღაცა მასწავლა, მე რო ეს მოვისმინე, მე რო ეს გამოვიყენე, მე რო ეს გავითავისე, მე რო ეს გამოვცადე. თუ ნახე რომ ამას არგებელი მომიტანა, მე გადავცენ. ეს არის ნამდვილი მასწავლებელი. იმიტომ მე რო ჩემთვის რო კარგია, აჰა შენ და მე ჩვენ რო ერთად დავპოსტეთ რაღაცები, ერთ-ერთმა ჩემმა მოძალიან მეგობარმა, კარგმა მეგობარმა მომწერა, რომ ვაუ, შენ ანუ ტიბეტიდანო აქო ვეღარ დაგაკავშირეო, ანუ თითქოს რაღაც ბოლო 1 წელს მანძილზე რო ძალიან სულიერ პრაქტიკებში ვიყავი და მედიტაციებში და ამ შემდეგ, ანუ უცებ გავიჩიტე რაღაცა ამბავში, სადაც ვიღაცას ვეუბნებით, რომ Porsche იყიდე $100,000, $1 მილიონ, $5 მილიონ შეთავაზება გაკეთა. ანუ თითქოს აი ამ ორ სამყაროს შორის რაღაცნაირი კონფლიქტია ადამიანის თავში, იმიტომ რომ მან ჩემ თავშიც იყო. და თითქოს ის ადამიანი უკვირს რომ შენ მედიტირებდი და ეხლა აქ ხალხს რატო ელაპარაკები ფულზე რა, ანუ მისაყვედურა უბრალოდ გაკვირვება გამოხატა რა და მე ვუპასუხე რომ იცი რა არის მეთქი ჩემთვის განმათავისუფლებელი თქო რომ ნელ-ნელად თქო ჩემს გონებაში საზღვარი იშლება სულიერ საქმესა და მატერიალურ სულიერ და მატერიალურ შორის თქო და ეხლა გეტყვი ზუსტად ეს იყო კომპონენტი რომელიც მეთოდოლოგიაში მაკლია ხოლმე როცა დასავლური წარმატების მოდელებს ვსწავლობთ რა დაახლოებით გავს რაღაცებს რაც შენ ასწავლე და ეგ იყო რომ ადამიანი მაგალითად მოტივატორი ხშირად ადამიანისთვის არის რაღაცის მიღება, ანუ ეგოს უნდა მიიღოს ფული. როგორც ჩვენ მაგალითად თამაში დავიწყეთ იმით, რომ მოდი მაგალითად 2 Porsche ვიყიდოთ, ხო პირობითად. მაგრამ თუ ამ შედეგის Porsche-ს მიღება ვერ მიღება, აღძრავს შიშს, ხო? და ამ შიშს და სტრესს იყენებ იმისთვის, რომ მიაწვე და გამოიყვანო შენი მიზანი, ანუ განმავლობაში ამ დროის განმავლობაში ისტრესები იღლები, იწვალობ, ფრუსტრაცია გაქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცი რატო ეხლა მივხვდი შენი საუბრის. просто იმიტომ რომ რაღაცას რასაც უნდა გაკიდებოდი ასე ვთქვათ, მიზნისკენ უნდა წასულიყავ. გაურვიხარ მიზანს. ანუ ყურდღელი რო გარბის და სტაფილოს თუ მისდევს მოტივაციაო და სტაფილო თუ მოსდევს ტრანკი გაერთო სტიმულია. ანუ იგივე სტაფილო. იგივე სტაფილო შეიძლება უკნიდანაც ხო. ზუსტად ეგ არის კომპონენტი რომ ნახე, ანუ მე თუ ჩემი მოტივატორი თუ ის არის რაც მინდა რომ მე მივიღო, ხო? და არადა რომ მივიღო, ფული რომ მივიღო, აი ნახე სად არ არის საზღვარი სულიერებასა და მატერიალიზმის შორის და რაც მე ვფიქრობ რომ როგორც ჩემში ისე ძალიან ბევრ ადამიანში განსაკუთრებით საქართველოში ჩალექილია ამ ფულის მიმართ ნეგატიური კონოტაცია. აი ჩალექილია რო შეხედო შენ თავშიც რახან აქ ხარ გაზრდილი ერთეულების გარდა. ნახავ რომ სიგარი აი რაღაცნაირი მაინდსეტია რა გონებაში პრობლემა არა ამ ფულთან ვერ აღიქვა ფული რა არის. ფული უფრო ნეგატიური კონოტაცია აქვს შენ თავში ვიდრე პოზიტიური. სინამდვილეში არც ნეგატიური და არც პოზიტიური სასარგებლო არ არის.
არც ფულის სიყვარული ვარ, მაგრამ არაფერი ფულია, ვერ იქნება, ფული ვერც ნეგატიური იქნება და ვერც პოზიტიური იქნება. რა თქმა უნდა, თუ გამოიყენებს გამოიყენებ და ძალიან ბევრ სასარგებლო რაღაცაში გაცვლი, რაც განვითარებაში დაგეხმარება, სიხარულის მიღებაში დაგეხმარება, რაღაცაში გაგეხმარება, სხვა ადამიანების გახარებაში დაგეხმარება, მანქანის ყიდვაში, სახსრისპირო 1000 რაღაცაში მოგზაურობაში და ძალიან ბევრ კარგ რაღაცაში, მაგრამ ეხლა უყურე. თუ შენი мотиваტორი, ანუ ფული რომ მიიღო, შენ აუცილებლად თუ ლეგალური ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ უნდა შექმნა ღირებულება, რომელშიც ადამიანები ამ ფულს გადაგიხდიან, რომელიც შენთან მოხდება. სხვა აი შენ რო თუ მუშაობ ხელფასს იგებ, იმიტომ რომ შენ შრომას ყიდი, დროს ყიდი, თუ ბიზნესი გაქვს, რა პროდუქტსაც ყიდი, იმაში გიხდი ამ ფულს, არ ვიცი კიდე რა შეიძლება აკეთებდე, თუ სიტყვაზე ქუჩაში მღები და ფულს გიგებენ, იქაც რაღაცას სკოლიო გავაკეთო. რა თქმა უნდა. ნახეცე განახსენე ფულის სიყვარულზე რა და უყურე. ყოველჯერ როცა ადამიანებს ესმით ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, ბიბლიის ტერმინია. ძირითადად რასაც წარმოიდგენენ, სიყვარულს არ აქცევენ ყურადღებას და აქცენტს აკეთებენ, რომ ფული ყოველგვარი ბოროტების თესლია. სინამდვილეში საუბარია ფულის სიყვარულზე. და შენ ახლა რასაც ღირებულებებზე საუბრობდი, ნახე რა მაგრად ავსებს ერთმანეთს, პროსა იკაი, ახლა დავფიქრდი მეც. უყურე. თუ მე ფული მიყვარს, მე შევეცდები, რომ ფული იყოს მიზანი და შენ იყოს საშუალება. შესაბამისად მიზანი უფრო აღმატებული ხდება და მე შევეცდები, რომ ფული ისე მივიღო, რომ ამაში სანაცვლოდ შესაბამისი ღირებულება არ მქონდეს გაცვლილი. თუ მე ფული ისე მიყვარს, რომ ფული თუ მიყვარს და არა ადამიანი, ვისაც ღირებულებები უნდა მივაწოდო. არამედ ფული მიყვარს. წავალ კრიმინალზე. ანუ შენს რაღაცას ისე მივისაკუთრებ, რომ ღირებულება არ მექნება შენთვის მოცემული. ფულის სიყვარული ამას გაგაკეთებინებს. ადამიანის სიყვარული მიგაწოდებინებს ღირებულებას და ის რომ სანაცვლოდ ფული ერთ-ერთი დასტურია იმისი რომ ღირებულება მიაწოდოს. როგორც მადლობა. ხო, ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა. ხო, პროტო მადლობაზე ვერ მიაწვდი ამ ღირებულებას მეტ და მეტ ადამიანს, იმიტომ რომ შეიძლება აწარმოოს რა. ხო, ფული იქნება, კაი ურთიერთობა იქნება, რაღაცა სხვა ღირებულების გაცვლა იქნება, ფული ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა. რო ფიქრდები რა აბრაამზე. აი რელიგიურადაც რო შეხედო რომ ბევრს ბიბლია რელიგიური წიგნია, რომ რელიგიასაც ეხება. მაგრამ სინამდვილეში ძირითადად არის მართლობის და ურთიერთობების და სამყაროს პრინციპების წიგნი. აბრაამს ერთადერთი ადამიანია, ვისაც ბიბლიაში ღვთის მეგობარი ქვია. და უმდიდრესი ტიპი იყო. ანუ მდიდარი კი არ იყო, кайფული კი არ იყო, შეძლებული კი არ იყო. უმდიდრესი იყო. ხო, და ძალიან ბევრი ღმერთის მეგობარი იყო და უმდიდრესი იყო. სოლომონს რო ღმერთმა სიბრძნე მის უმდიდრესი გახდა. ხო, იმიტომ რომ ეგრე მუშაობს სამყარო, როცა ღირებულებას აწვდი ადამიანების სანაცვლოდ, ბიჭო, ფულს თუ არა ადრე რა ვიცი, ადრე ძროხას მოგვიდნენ იმას, მაგრამ რაღაცა, ანუ შენ რომ რაღაც გამიკეთო გადამყვეზე, მეც მენდომება რომ შენ რაღაც გაგიკეთო. ან ამას გაგიკეთებდი სხვა ადრე შოკოლადი და თუ მოხვალ ჩემთან სახლში, შენთან რომ გადმოვალ, მეც რაღაცას მოგიტან, ან შოკოლადს მოგიტან, ან კამფეტს მოგიტან, რაღაცით გადმოვალ. და თუ აქაც იგივე ხდება, ოღონდ ეგ ხდება ორგანიზებულ სიტუაციაში, ანუ საზღვრები გაგიშალა, ადრე თუ შენ მეზობელთან ქონდა გაცვლა, ეხლა შეგიძლია აქედან, საქართველოდან, ჩხოროწყუდან, არ ვიცი, ოზურგეთიდან, სადაც ხარ, აზზე მნიშვნელობა არ აქვს. აქედან შეგიძლია გაყიდო რაც გინდა ნიუ-იორკში, ჰონკონგში, ლონდონში, არ ვიცი, სადაც გინდა, სადაც გაგიხარ. და წარმოიდგინე რა. აუ, რა მაგრა ებნება ეხლა შენასაც საუბრობ. პლუს რაც დასავლეთში არ მოგწონს, მე ზუსტად მესმის რასაც გულისხმობ, როცა დასავლეთ მეც არ მომწონს. დეჟე ვიღაცას უფიქრია რომ კომპლიმენტად უთქვამს ჯორდან ბელფორტი ხარ. და ანუ ჩემთვის შეურაცხყოფას იმანზე რომ გითხრა რა. ანუ მე მაგას არ ვუყურებ გაყიდვას. ეხლა ნახე მაგარი რაღაცა ახსენე წერა. ფულის გადაცვლაზე, რო თქვი რომ ადრე თუ ფული არ იყო, ძროხა იყო რაღაც სხვა რაღაცა დოვლათი რაც ღირებულებას წარმოადგენდა მეორე მხარისთვის. ნახეთ იმის მიუხედავად რომ პრობლემა იყო ხმის მიწვდენის, პრობლემა იყო ღირებულების მიწოდების და პრობლემა იყო სანაცვლოდ უნივერსალური ფულის გადახდის, მიუხედავად ამისა. სოლომონი რასაც
კითხულობთ არის რომ მის მოსასმენად მოდიოდნენ მას არ შეეძლო რომ ჩვენსა ტელეფონი აიღო და ეთქვა რაღაც მის მოსასმენად მოდიოდნენ ზღვენი მოკლდათ დღეს ისია და არა სოლომონი აკეთებდა მაშინ მომენტო მიყიდი რასაც მინდა ხო ამას სოლომონი აკეთებდა მაშინ როცა ორივე მხრიდან სირთულე იყო ხმის მიწვდენაც და ფულის გადახდაც და არ ვაკეთებ დღეს როცა კრიპტო არსებობს მინიმუმ დოლარი არსებობს რავი ოქრო არსებობს სოფლიოში და მიწოდება შეიძლება ღირებულების ღილაკზე ერთი დაჭერით რას იცახ ინა კიდე ერთი მაგარი რაღაცა გითხრა კი ამ ბოლოს სოლომონის რაღაცებს რომ ვუსმენ ვიანებზე კითხულობ იქნებ ნახულობ და ვადარებ ძალიან საინტერესო პარალელების გავლება შეიძლება მიუხედავად იმისა რომ სოციალური ქსელი არ არსებობდა შიბას დედოფალი როცა საბა შეიძლება ეწეროს ზოგიერთ თემაში როცა ჩამოვიდა სოლომონთან უთხრა რომ ერთადერთი მიზეზი რის გამოც მოვედი მაინტერესებდაო მართალი იყო თუ არა ის ყველაფერი რასაც ვისმენდი შენ შესაძლებლო ტიპს მარკეტინგი ქონდა ძმაო მარკეტინგი ქონდა ხალხი მიდიოდა და საუბრობდა იმაზე რომ ეს რა საუბრობდა მარკეტინგი ქონდა ტიპი რომ მოვიდა მაინტერესებდაო იგავები აქვს მე მგონი დაწერილი დავით სოლომონს მე მგონი თუ მისია ჩათვალე რომ რამდენი იგავიც აქვს დაწერილი იმდენი პოსტი აქვს გამოქვეყნებული 300 იგავები თუ 3000 არ მახსოვს და რა მაგარი ბრენდი იყო თვითონ სოლომონი შიბას დედოფალი რომ მიდიოდა ტიპმა უთხრა რომ ეხლა დაუწმუნდიო რომ ის ყველაფერი რაც შენს ნახევარიც არ სმენია თურმე შენ შესახებ საინტერესოა ჩვენი მომხმარებლები როცა გვეცნობიან და ჩვენგან ვერ მიდიან რა განწყობით რომ ამაზე ორჯერ გადაჭარბებული წარმოდგენა მქონია თუ ნახევარის განცოდნია ბიჭო რა მაგარი ტიპი ყოფილი ხო ვით გადაჭარბებული ანუ მოლოდინებს გადააჭარბა მე ადგილზე ანუ ძალიან იმის არის იმიტომ რომ მაგ დროს საუბრობს ხალხი ანუ როცა შენს პროდუქტ სერვის სამსახურში საქმე სულ ერთია რაღაცას როცა ღირებულებას ხმნი რა თუ რასაც ელდიან შენგან რა მოლოდინი შექმენი მაგაზე უფრო მეტს აძლევ ადამიანებს მაგ დროს ადამიანები შენზე ისაუბრებენ რეალურად გაკითხვის ზრდის 4 მექანიზმი არსებობს რა რომელიც ირთვება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აჭარბებ მოლოდინს. სინამდვილეში ნახე კმაყოფილი მომხმარებელი. კმაყოფილი რა შემთხვევაში? რა მოლოდინიც ქონდა ეგ მიიღო. ანუ კმაყოფილება არის ნეიტრალური პოზიცია. 0-ია. უკმაყოფილება არის მინუსისკენ. და პლუს 1 კმაყოფილება არ არის ბედნიერება. შესაბამისად თუ გინდა რომ ადამიანმა ემოცია გამოხატოს ან აქ ანთებს სიგნალს ან აქ თუ ანთებს ცუც ილაპარაკებს და აქ თუ ანთებს კარგს ილაპარაკებს და ნახე რას ნიშნავს კარგს ილაპარაკებს როგორც კი აჭარბებ მოლოდინს და იძენ ბედნიერ მომხმარებელს პირველი პრომო წარმომადგენელი ყავს რომელიც ლაპარაკობს შენზე თუ მატერიალურ პროდუქტს ყიდი პრომო წარმომადგენელი ყავს რომელიც სიამაყით ანუ ტიპებმა რაც შეიძლება შენ შესახებ გაიგონ არის ორი ვარიანტი ანუ დაინახონ ან უნდა მოისმინონ და ეს ადამიანი ლაპარაკობს და ხედავენ ხო ხტები რა საიდან სადისვის როცა კიდე დასჭირდება შენ სერვისი გიბრუნდება ანუ ეს ადამიანი რომელიც დაგიბრუნდა ერთხელ ხმის მიწვდენაში მოზიდვაში რომ რესურსი დახარჯე ხოლმე იმიტომ რომ აჭარბებ მის მოლოდინს აღარ არის ხელახლა მოსაზიდი ხო და ეხლა უყურე მე თუ ტიპი ვარ რომელიც ფიქრობ ფულბინემული და არ მინდა რომ გადავაჭარბო იმიტომ რომ ნახე მეზარი მე ვფიქრობ რომ თლად რო ტიპი იყოს რომელსაც ფულის მეტი არაფერი არ აინტერესებს ესე მაინც უფრო მარტივია ბევრად ანუ ესე მარტივია პროსტო უნდა იცოდე ნახე თქვათ ეს იმიტომ მინდა გავყიდო რომ ფული მინდა სიგიჟემდე თქვათ ბიჭო მაინც თუ ვიცი იმის ნაცვლად რომ შენ შემოგტენო ძმა უფრო მარტივად თუ გამომდის ვინც ისედაც ეძებს წითელ ფლომასტერს იმ ადამიანს თავი ვაპოვნინო ეს თუ გამომდის შენ რატო შემოგდენ იმას მიყიდე უფრო მეტის უფრო ბედნიერი იქნება და რა ისე მიუტა რომ ის მოლოდინს გადავაჭარბე და ეს მაინც უფრო მეტ ფულს ვიშოვი და თან გარეთ გასვლა არ გაგიტყდება რა სკოლიუმი და მეთქვა რა რა მაგარია რა ახლა მე ვინც ვიცნობს
ანუ რელიგიისგან შორს ვამბობ, რომ ჩემი ედუკაციანი რელიგია მაქვს, ჩემი ურთიერთობა მაქვს. ხო ხდება და. მაგრამ ნახე, ნებისმიერ შემთხვევაში ახლა რა თქმა უნდა ხო რა. თავდაპირველად ქრისტე იყო სიტყვა. ხორცად იქცაო და კაცთა შორის დასახლდაო. თუ შენი სიტყვა, რომელსაც განახორციელებსო, არ აჭარბებს შენს ნათქვამს, ან მინიმუმ არ ამართლებს შენს ნათქვამს, კაცთა შორის ვერ დასახლდებით, ვერ გამოყოფ თავს გარეთ. ხო ხდება, ანუ არასწორი რაღაცა ძვირიჯდება. ძალიან კაი მაგალითია და ანუ ეხლა ფულზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მოდი ანუ ღირებულებაზე ვილაპარაკოთ. აი მან მინდა რომ გადავიდეთ რა რომ ფული მინდა და მე ამისთვის ვქმნი ღირებულებას, ეს არასწორი აღქმა. ანუ როგორ იქნება ტანჯვის მომტანი, სტრესის მომტანი აღქმა ბიზნესის და ფულის შორის. და ეს არის ჯორდან ბელფორდი. ხო, ანუ მე მინდა მივიღო რაღაც სიხარბით და მე ამისთვის ვიგონებ საშუალებებს, ოკეი, მე ვწვალებ ჩალიჩობ რა, აი ამის კეთების დროს მე ვწვალებ, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის საშუალება რომ მივიღო ის, ანუ ვწვალებ, მივიღე, მე რომ ხარჯავ, რა ვიცი, კოკაინს ხარჯავ და იმაში და ანუ მე კიდევ უფრო, ანუ მოკლედ ეს იმიტომ რომ სტრესი გაენეიტრალებინა, ანუ რაღაცით, ანუ საშინელება არის ეს მოდელი. მაგიტო ეგ მოდელს რაღაც აკლია. და ამ მოდელს აკლია ზუსტად ის, რომ ნახე რა მარტივია რა. თუ იცი რომ ფული რომელსაც იღებ არის შედეგი იმ ღირებულების რომელიც შექმენი და სწორად გააკეთე ამის კომუნიკაცია. ფულზე რატო ფიქრობ? ამაზე იფიქრე და ფული თავისით შემოვა ისე რომ ვერ დაითვლი. იცი რას ვფიქრობია? ეხლა შეგიძლია არ დაიტანჯები, იმიტომ რომ ღირებულების შექმნის დროს, ანუ აქ უნდა გადმოიტანო ფოკუსი, მიხვდი? და ეს იქნება, ვიტყვი რა, პატარა, ხო, ეს იქნება ის ცირე დანამატი, რომელიც ანუ ჩემი დეგიოს საერთო ცნობიერება ეს რა, რომ მე მაქვს რაღაცა კომპონენტები, გამოჩნდი შევაერთოთ ამას და ჯორდან ბელფორდზე. როგორ გიქცა, ჯორდან ბელფორდი არ ვარგა რა. ანუ ეგ მინდა ჯორდან ბელფორდის კატეგორიაში ვსვავ მე უბრალოდ იმ success და იმების, რა ქვია, კარგი მასწავლებლების, რომელსაც ეს კომპონენტი რო აკლია, ცხოვრება ხდება ბრძოლა, ტანჯვა, სტრესი, რაღაცა სიმდიდრის მიღწევის და ამის ჩვენებს. ანუ ძალიან კარგავს იმ ნაწილს, სადაც ადამიანმა შეიძლება აღიქვას, რომ როგორ თქვა, მატერიალიზმის გარდა აი ეს ნაწილი რა, ამას აღიქვას და გრძნობს, რომ რაღაც ერთიანი და ამით ქმნის სარგებელს, ამით ცვლის, როგორ თქვა, მონაწილეობას იღებს სამყაროს უკეთესობისკენ შექმნაში. და ამაში თვით რეალიზდება, რაც მთავარია, სამყარო მიხედავს თავის თავს, ან ღმერთი მიხედავს სამყაროს უშენოდაც ყველაფერს. არა, მართლა სამყარო თვითყობადი, ეხლა ჩვენ ყველანი გავწყდეთ ეს თავის თავს ისე გადააკეთებს, გადმოაკეთებს, რომ ჩვენ არაფერს შუაში არ ვართ, მაგრამ ადამიანში ჩადებული არის სურვილი ამ თვითგამოხატვის და თვითრეალიზაციის. ავიღოთ, ახან საუბრობთ ანუ რაღაც რელიგიურ მაგალითები მოყავს, ქრისტე ავიღოთ, ქრისტეს ფული არ უნდოდა, ფულში არ იყო საქმე მან, მაგრამ ქრისტე რო დამჯდარიყო, გამოქვაბულში და არავისთვის არაფერი არ ეთქვა. ანუ არაფისთვის რო არაფერი არ ეთქვა. ქრისტე იქნებოდა, ანუ ქრისტე შეიძლება თავისთვის იქნებოდა, მაგრამ ანუ ის რაც აქამდე მოვიდა შენთან, ანუ იმას ფული არ მიიღე, მაგრამ ის ყურადღება, ანუ ფული რო ეთხოვა ხალხისთვის, ხო მისცემდნენ. უბრალოდ აქ ფული არ ჭირდებოდა მან რა, ანუ თორე ქრისტე არ მუშაობდა მაგ პერიოდში, სხვა საქმით არ იყო დააკავებული, ანუ თავიდან დურგალი იყო, მაგრამ იმ დროს როცა უკვე ქადაგება დაიწყო. ხო, საჭმელს ხო აჭმევდნენ. ანუ მივხვდი ხო, ანუ ის ღირებულება, რომელსაც ქმნი, ის ავტომატურად უზრუნველყოფს შენ რომ სამყაროში გასცემ იმას, რაც შენ შეგიძლია, სამყარო გიბრუნებს იმას, რაც გჭირდება. ნახე. როცა ფული დაჭირდა, იშოვა იმდენი სასწაულით, მაგრამ იშოვა იმდენი, რომ თევზი დაიჭირეთო, პირი გაუღეთო და მონეტას იპოვითო და როცა რაღაცა მიზანს ფული დასჭირდა, ანუ იშოვა მას სასწაულები შეეძლო გასაგებია, მაგრამ თუ დღეს შენს კარგ ცხოვრებას, კარგ განათლებას, კარგ სამედიცინო მომსახურებას, კარგ სახლს, კარგ ურთიერთობებს მეტ თავისუფალ დროს, თუ ამ ყველაფერს ფული სჭირდება, ეხლა ჭირდება, ეხლა სხვანაირად. თუ ფული ჭირდება, რა პრობლემა? ანუ რა პრობლემა? უნდა იშოვა და ძალიან მარტივია, იცი რა მარტივია, უბრალოდ წესები არის. ანუ მართლა უბრალოდ არიცი თანამედროვე სამყარო როგორ ფუნქციონირებს მაგის წესები.
შეიძლება თეორიები იცი, მიდგომები რაღაცები გაგიგია, მაგრამ მანდაც ხარვეზებია და პრაქტიკულად დღეს რა მუშაობს და როგორ ეგ უნდა ისწავლო და ამან იცის, ან მაგის თქმა ანუ ამან პრაქტიკულ იცის რა, აგერ შეხედე ამ ჩანელებს და დაათვალე და ნახე, ამან იცის. მაგრამ თან პატარა ტვისტი არის კიდე რა. მე განვიმართლა რომ ისე დროს გადავიკვეთეთ, რომ დააჩქარებს აი მაგ გაცნობიერებას, რაც ჩვენ გაკლდა ამერიკულში, კაკრას ცოტა ხანია მეც სიმდიდრეს სულიერების მხრიდან ვუყურებ და სიმდიდრეში არ გულისხმობ, ფულს გულისხმობ ადამიანს, რომელიც ღირებულებას წარმოადგენს. ატარებს ან იტევს და ნახე რაც გულისხმობ, იმ დღეს მე და დედაჩემი ვსაუბრობდით, რა, ორი ტიპი შეიძლება მდინარისპირას იყოს. ერთი წამოვიდეს 5 ლიტრი წყლით, მეორე წამოვიდეს 50-ით, რაზეა დამოკიდებული. ვის რამხელა ჭურჭელი ქონდა, არა აქვს მნიშვნელობა ვინ რომელთან იყო, ვინ რამდენი ხნით ადრე ჩავიდა, ვინ მაგრა იცოდა გზა. წამოიღებ იმას, რამხელა ჭურჭელიც გაქვს. რამხელა ჭურჭელიც გაქვს. რამხელა ჭურჭელსაც წარმოადგენ რეალურად. ამის შევსება ხდება, იმიტომ ერთ სადა იმავე ადგილას მე სულ ვარ ჩვენ სხვადასხვა დავიდია, მე სხვადასხვა დავიდია და ვიღაცა ვაფშე ამდგერა წასულ. აბსოლუტურად. ეხლა გიომ რაც თქვა, ეს არის მეტაფორა იმის, რომ შენ ხარ სავსე დაჯერებებით და რწმენა წარმოდგენებით რა როგორ არის სამყაროში. სანამ ეს სავსეა, ანუ ძალიან რთულია რომ აქ ახალი რაღაცები გესმის, რომ შიგნით სავსეა ეს რა და ეს სამი დღე რომელსაც ერთად ჩავატარებთ, ტრანსფორმაციული იქნება მაგხრივ, რომ მოგიწევს, რომ გარკვეული დაჯერებები, რომლებიც გზღუდავს დაამსხვრიო, გააქრო იმის, რომ ადგილი გაათავისუფლო იმ ინფორმაციისთვის, რომელიც საერთოდ სხვა ფინანსური წარმატების ღერძზე გაგიყვანს. იმიტომ რომ როგორ გითხრა, ძალიან რო გაგიმარტივო საქმე არის, ანუ თევზების მაგალითი და ოკეანის მაგალითი ძალიან კაია. შეიძლება თქვა რა. დავი. დაჯერებები რა კი ახსენე რეალურად. ძალიან სწორი დასაწყისია დაჯერებებით დაწყება. იმიტომ რომ ნახე, თუ ადამიანებს ასწავლის სწორი რაღაცების კეთებას, მაშინ როცა სხვა რწმენა წარმოდგენები ექნებათ, იგივეა რომ Android-ის სისტემაზე შეეცადო iOS-ის აპლიკაციის დაყენებას. არ იმუშავებს. ერთადერთი რასაც ამოაგდებს იქნება ერორი. იტყვის რომ ეს არ არის და ეს რამისთვის იყოს ჯერ სისტემა უნდა განახდეს, ხო ხდები, ძველი უნდა წაიშალოს, iOS-ი უნდა საოპერაციო სისტემა იგივე უნდა იყოს და მე ეს იმუშავებს. ამიტომ თუ ადამიანებს ფულის შოვნის ხერხებს რწმენა წარმოდგენების დანგრევის და ახლის აშენების გარეშე მისცენ, არ იმუშავებს. ზუსტად ეგ არის. ეგ. ამ სამ დღეში კი არა. ამ სამ დღეში და მანამდე კიდე სელს ნიჭათი. ანუ რასა. და პლუს შენ. ხო. და პლუს ანიკა. და ანიკა, რომელიც არის ნეირომარკეტერი, რომელიც გასწავლის ისეთ რაღაცას, რომელიც ანუ ისე გაგიმარტივებს, როგორ რაზე რეაგირებს ადამიანის გონება. ისე დაგანახებს შენ რაზე რეაგირებ და რატო ყიდულობ სხვადასხვა რაღაცებს ყიდულობ რა, რატო ხედავ ღირებულებას რაღაცე პროდუქტებში, რომელსაც ყიდულობ. აი ეგ საერთოდ გონებას გადაგიტრიალებს. წარმოდგენა რომ შეგექმნას ანიკას კომპეტენციაზე, გეტყვი რომ თვითნასწავლია. არ არის თეორეტიკოსი, რომელსაც რაღაც აქვს წაკითხული ნეირომარკეტინგზე და ამიტომ უწოდებს თავის თავს ნეირომარკეტერს. თვითნასწავლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით იმიტომ განვითარდა, რომ დღეს საქართველოში კაზინო სანამ გაიხსნება, უკავშირდებიან იმისთვის, რომ მარკეტინგის მთელი სტრატეგია დაალაგოს, გამართოს, დანერგოს და გადააბაროს. ეგ ხდება. ანუ ხდება, რა კაზინო შეიძლება გაგახსენდეს თბილისში ადეკვატური და ნორმალური, სანამ გაიხსნებოდა ანიკას გაწერილი სტრატეგია აქვს ძირითადად ან უმეტესობას. არ ვამბობ ონლაინებს, ვამბობ ადგილობრივ. ფიზიკურ. და ანიკაც გვერდება ამ პროექტში თავის გამოცდილების გასაზიარებლად. მარკეტინგი სხვა არის და ნეიროლინგვისტური პროგრამირება სხვა. NLP-ის. ოკეი. ნეირომარკეტერი, რა? ხო. ძალიან მაგარი ამბები.
ველოდება. ხო, ძალიან კარგად რომ მიხვდე, სინამდვილეში კარგად რომ მიხვდე, რა ეტაპებისგან შედგება ამ ცოდნის გავლენა შენს საბოლოო შედეგზე, თუ ეს არის მეტი თავისუფალი დრო ან მეტი შემოსავალი, თუ ამ ორ მიზანს ემსახურება შენი ქმედებები სიტყვაზე. გეტყვი ეს ღონისძიება როგორ მოემსახურება შენს მიზანს, ნახე? თუ ჭირდება მეტი ფული ან მეტი დრო რო გქონდეს, მეტი ფული უნდა გქონდეს უბრალოდ, იმიტომ რომ ეხლა ხშირად იმიტომ ვხარჯავთ დროს, რომ საკმარისი ფული არ გვაქვს. ანუ ფულით დროის ყიდვა შესაძლებელია. ამის თქმა მინდა. შესაბამისად, იმისთვის რომ შენ მეტი შემოსავალი მიიღო, პირველივე დღეს ისწავლი მეტი პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას, იმიტომ რომ რაც არ უნდა კაი შეთავაზება გქონდეს, თუ საკმარისი რაოდენობის პოტენციურ მომხმარებელს ბლის ყურამდე, თვალამდე, გულამდე და ტვინამდე არ მიგაქვს, აზრი მითხარი. ამიტომ იმისთვის რომ შენმა ღირებულებებმა, რასაც ქმნიან, უკვე შეგიქმნიან აპირებ შექმნა. შენთვის სარგებლის მოტანა დაიწყოს იმის ხარჯზე, რომ ჯერ სხვებისთვის მიაქვს ღირებულებები, გასწავლი ბევრი როგორ მოიზიდო. გასწავლი მოზიდულიდან, აი წარმოიდგინე, ტბაზე უნდა ითევზაო რა. ახლა უმეტესობას რომ კითხო, რა ჭირდება ტბაში თევზის დასაჭერად, დაიწყებს რომ ამ ეს ჭირდება, ნემსკავი ჭირდება, ეს ჭირდება, ის ჭირდება, ძუღა ჭირდება, ტყვია ჭირდება. სინამდვილეში პირველი რიგში რაც ჭირდება და გჭირდება, არის შიერი თევზებით სავსე ტბა. ამიტომ სანამ თევზაობას დაიწყებ, გასწავლი ტბაში არსებული ყველა ის თევზი, რომელიც შენს ნაპირთან შეიძლება ახლა არ დასურავდეს, როგორ მოზიდო იმისთვის, რომ მე შენ შეთავაზებას გქონდეს აზრი. გქონდეს აზრი ერთი ერთზე შეთავაზებისას, გქონდეს აზრი ერთი ბევრზე შეთავაზებისას და გქონდეს აზრი გაციფრულების და ერთი უსასრულო შეთავაზების. მოკლედ, მიხვდი ხო რა ეტაპებისგან შედგება. მოიზიდო მეც, დაიჭერ უფრო მეც, შეძლებ ანკესის გარდა შეძლებ ბადით თევზაობას, ერთი ბევრზე გაყიდვა, რასაც გულისხმობს და შეძლებ ერთი უსასრულოდ. ჩათვალე რომ AI-ს დააყენებ, რომელიც ითევზავებს შენს ნაცვლად დაახლოებით მოიზიდავს, მოგიტანს სახში შემდგომს. დაახლოებით ეს გამოიყურება. აი ეს რო შეხედო, მაგალითად, შენ გაქვს რაღაც ბიზნესი, შეიძლება რაღაც მაღაზია გაქვს, შეიძლება რაღაც ონლაინ მაღაზია გაქვს. შეიძლება ბიზნესი არ გაქვს, მაგრამ შეიძლება უძრავი ქონების აგენტი ხარ, ან სააგენტო გაქვს. შეიძლება ბანკში მუშაობ, შეიძლება დეველოპერი ხარ და შეიძლება დეველოპერი ხარ, ბინებს ყიდი, ანუ შორტ აი შეხედე რა, ანუ რასაც არ უნდა თავაზობდე ადამიანს, რასაც თავაზობ ადამიანებისთვის ღირებულება აქვს, ხო, ანუ იმიტომ რომ მაშინ რატო თავაზობ, ანუ თუ ღირებულება არ აქვს, ყველა თავაზობ, მაშინ ან აფერისტი ხარ ძმაო, ან რაღაცაშია პრობლემა შესაძლოა, რაღაც პრობლემა რა. მაგრამ ეხლა ყურე, თუ ეხლა მაგალითად თქვა, აი გაგ უძრავი ქონების სააგენტო და ბინების გაყიდვა გინდა რა, აგენტად მუშაობ. ჩვენ კი ცდილობ რომ ვიღაცა, მაგრამ თუ პოტენციური მომხმარებლები შემოგდის, მაგალითად თვეში გაქვს პირობითად არ ვიცი 30 ტიპი არის დაინტერესებული რომ შენ დახმარებით ვინა იყიდოს რა. 30 ერთნაირი ადამიანები ესე ვთქვათ რა. და ამ 30-დან შეიძლება რა 5-ზე ყიდი პირობითად რა კარგი შემთხვევაში ვთქვათ. კარგი შემთხვევაში ხო. კაი ხო 3-ზე ყიდი. 3-ზე ყიდი 30-დან 3-ზე ყიდის რა. ეხლა წარმოვიდგინე რომ ზუსტად ეგეთივე ხარისხის ლიდები 30-ის მაგი რო თქონდეს 90 რამდენს გაყიდი. Okay? ანუ აი თევზი ზღვართან. სადიდან უნდა მოხდნენ ეს ტიპები შენთან? ეგ უნდა ისწავლო, როგორ უნდა მოხდნენ ეს ადამიანები შენთან უფრო მეტი, ვიდრე აქამდე ხდებოდნენ. მან კიდე მთელი ამბები არის აი ეს 90-დან რამდენად ხარისხიანი ტიპები არიან და ხარისხიანი რას ნიშნავს? ხარისხიანი მარტივ რაღაცას ნიშნავს რა. 10-დან 1 თუ ყიდულობს და მეორე 10-დან თუ 5 ყიდულობს ერთნაირი მიდგომით და ერთნაირი რაღაცით, ან შენ თუ 1 ხარ. გამოც რომ აქეთ 10 ლიდი ყოფილა 5-ჯერ უფრო ხარისხიანი ვიდრე პირველი. მაგრამ ესენი მე ნახე, შემდეგი ნაბიჯი რა არის? მე ეს ხალხი მოვიდა და თქვა შენი ლაპარაკები ეუბნება ესეთი ბინამიქსი მე რაღაცებს ეუბნება და თქვა აი ყიდი როგორ თქვით 3 ყიდი ხო 30-დან. თუ ისწავლი ეს როგორ უთხრა ადამიანს, თუ ისწავლი მართლა როგორ ეძებო იმისთვის ის ღირებულება, ანუ რომელსაც ის ეძებს და როგორ ანახო და დაანახო, ეს არის საუკეთესო ვარიანტი. შენ თვითონ ეს იმიტომ კი არა რომ მე კი არ ვჩtildeობ ეს ბინა შეკეთე. მართლა შენ რა კი ეგინდა ეს მოვიკვლიე და გავიგე პირველ რიგში ამ ტიპს რა უნდა, აი არ ვიცი, აი სააგენტო თუ გაქვს რამის და თუ ყავს გაყიდვების ხალხი, დააკვირდი ძმაო ისინი როგორ ყიდიან.
დააკვირდე შენ თანამშრომლებს. იცი რა ქვია მაგ გაყიდვას. რა ქვია? საკომისიო სუნთქვა რო იგრძნობა ამონასუნთქში. ამონასუნთქში. რო კიდეს იმიტომ რომ თავის საკომისიო სუნთქვა არ აინტერესებს, თავისი გაყიდვის ფონდი აინტერესებს და რამდენჯერ ყოფილ ხარ ეგეთ გამყიდველთან და რამდენჯერ გიგრძნია თავი კარგად. ხოლო მაგაშია საქმე რომ ნახე ანუ აქ ვიღაცების რაღაცების შეტენვა და აი ესეთი ჭკვიანი და მოხერხებული ტიპი ვარ რომ ყველას ვიღაცებს წენი ვატყობ და ამით მაგარ მაყუთს ვაკეთებ. ამაში კი არ არის საქმე, ნუ ამას კი არ გასწავლით. ეს ვაფშე ამის საპირისპიროს გასწავლით. როგორ იდგე შენი მომხმარებლის ინტერესში ისე რომ სრულად გქონდეს ინფორმაცია იმას რა ჭირდება რომ იმას შეთავაზო ისეთი რაღაც რაც იმის პრობლემას ჭრის კი არა აჭარბებს მის მოლოდინებს მიხვდი? ანუ შენ თუ ამას ერთხელ ეს ტიპი მოგკვანს კიდე 5 კაცს. ანუ სულ სხვა ლიდი აღარ შემოგივიდეს. საინტერესო რა არის, იმდენად როცა რაღაცაში გაერკვევი, იმდენად მარტივია და იმდენად იტყვი რომ აი ჭეშმარიტებაა თავისუფლებსო ხო გაგიგია. გაიგებ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს. ნებისმიერი სფერო რაშიც თავისუფლებას არ გრძნობთ. მიზეზი არის ის რომ იმ სფეროში არ ვფლობთ საკმარის ჭეშმარიტებას. აბსოლუტურად. ანუ სამყაროში კონფლიქტი არ არის, ყველაფერი გენიალური და შეგროსაც აღიქვა ესე კი არ გესმის. ზუსტად. მიზეზი რის გამოც ახლა შენ იმის ახსნა გიწევს, რასაც ხსნი, რომ მოტყუებას კი არ გასწავლ, პატიოსნად ფულის კეთებას გასწავლ, ანუ მიზეზი რის გამოც ამის ახსნა ხდება საჭირო ისი საიდან იწყებს ჯერ განათლების სისტემა. ჩემი წარსული გამოსთხო ბავშვობაში ყველა ეს რაღაცა ფილმში დიდარი ტიპი თუ იყო ბოროტი იყო დიდარი თუ იყო ბოროტი პროგრამებულები ვარ და ამიტომ რომ მას ანუ პათოლოგიურად გესმის ბეტმენი ერთადერთი ამას უნდა უსმენდი ერთადერთი ბეტმენი იყო ისო კეთილი და მდიდარი და ისიც სუპერძალა არ ქონდა პროსტა პარკი ხო ხდები დაგვაპროგრამეს რომ აი რამდენჯერ ყოფილა რა გაიგებენ თუ არა რომ ვიღაცა ფულს შოვლობს გულახდილა თქვა მეც გამკვირია გონებაში რომ უეჭვე რაღაც ახლა ვერი შოვი მაგრამ სანამ საპირისპიროში თავად არ დარწმუნდები სხვა გამოცდილება არ გვაქვს და რანაირად ჰაერიდან ხوار მოვიფიქრებ სხვა გამოცდილებას ეხლა ანგინა ელოდეს ხვის გამოცდილებას ანალიტიკა შენ თვითონ გახდი მაგის მაგალითი ხო გაიჩნდა თუ ადეკვატური ტიპი ხარ რომ გეხოძებ თუ ადეკვატური ტიპი ხარ გაიჩნდა ხო ეგზამენი მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხო ჩვენ გვაქვს ლიმიტირებული ადგილები ფიზიკურ დასწრებაზე ჩვენ გვინდა რომ ოთახში იყვნენ ადამიანები რომლებიც ადამიან 2700 ლარად შეუძლიათ ამ ადგილის დაკავება მაგრამ ანუ გვინდა ადამიანი რომელიც მოვა იმისთვის რომ წავიდეს ან გამოიყენოს ეს სამი დღე იმაში რომ აქედან გავიდეს და იმდენი ღირებულება შექმნას სინამდვილეში ნახე თუ სარგებელს არ გასცემ შეიძლება მისცე ადამიანს მაგრამ ეს სარგებელი რა ღირებულებას წარმოადგენდა ეს არის სუბიექტური და სუბიექტური არ ნიშნავს რომ სუდია და ობიექტური უნდა მისი სუბიექტური შეფასება შესაბამისად თუ აღმოჩნდა რომ შემოგვიერთდი მაგრამ დღის პირველივე დღის ბოლოს მართლა გულწრფელად გაგკრა გულში რომ ბიჭო ეს ჩემთვის არ არისო სინამდვილეში ეგრეც არ დავიშლებით რომ ჩვენ სარგებელი მივიღეთ ისე რომ ღირებულება არ გავეცით დაგიბრუნებთ უკან შენს მიერ გადახდილ ფულს თუ ფიქრობ რომ დროს დაგაკარგინეთ 110% დაგიბრუნებ ამას იმიტომ ვამბობთ რომ მართლა მშვიდად იყოს იმიტომ რომ აქედან უნდა დაიწყო სწორი გაყიდვების მიმართ პატიოსანი მიდგომა იმიტომ რომ ნახე ფსონს ვდებთ იმაზე რომ შენ ვერ იტყვი იმდენად მაგარი უნდა იყოს ფსონს ვდებთ იმაზე რომ შენ არ მოგვატყუებ იმიტომ რომ თუ მოგვატყუებ და წახვალ ისედაც არ უნდა შევხედროდით და ისე მაგ წერტილში დაუბრუნდებით. გასაგებად ვამბობ. გასაგებად ამბობ რა. და დავამატებ რომ აი ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელსაც საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვს. ჩემი მეგობრები არიან, ჩემი თანამშრომლები, ჩემი პარტნიორები არიან, ჩემთან მუშაობენ და მაღალი შემოსავალი აქვს რა. სუერთი არავე 5000 ლარი გაქვს, 10000, 20000 გაქვს, 30000 ლარი თუ 2000 გაქვს, ანუ მნიშვნელობა არ აქვს რა. ანუ შენ რაც იცი აქ რასაც ისწავლი შენს ცოდნას გაგიმრავლებს რამდენადაც გამოიყენებ იმდენზე. ჩვენ ვფიქრობთ რომ 30x-ი შესაძლებელია. იმ დღეს ცდილობს ვფიქრობდი. ვფიქრობდი რა არის იმის მიზეზი რომ ცოდნის მიმართ ადამიანების აღქმა არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს. და მე ვფიქრობდი უბრალოდ რომ ალბათ ის არ მეთქი რომ
ის რაც ცოდნის სახელით ამდენი ხანი გვასწავლეს, იმდენად არაეფექტური აღმოჩნდა, რომ ცოდნა გგონია რაღაცა, რასაც დიდი ფასი არ უნდა გქონდეს. და გგონია, რომ ეს ცოდნა ხო 12 წელი ვისწავლეთ რაღაცა არაფერი, 4 წელი დავამატეთ. არაფერი და კიდე გეუბნება ახლა რაღაც უნდა გასწავლო და გამანებეც, მაგრამ თავი რა ვერ გატკბილდა. და ნახე, იმის გამო რომ ადამიანებს დიდი რაოდენობით ტორტის სახელით რაღაცა ხმელი პური აქვს ნაჭამი, ახლა რო ეუბნები ტორტი ხო არ გინდა გარბის. ეგ არის იყო შეხვედრაზე რო ვიყავით, რო ვხართ ორ კვირაში ვასწავლითო პორშეს კიდევსო და არ დაიჯერე, მეც არ დავიჯერებდი, მე რო 10 წელი უნდაო და 10 წელი უნდა და არ უნდა 10 წელი, იმიტომ რომ არ იცი როგორ უნდა ისე და ეხლა გონია რომ სულ ისე უნდა და სინამდვილეში ნახე რეალურად არაფერთან მიმართებაში არ ვართ ეგრე გარდა ცოდნისა. იმიტომ რომ სინამდვილეში მე გონია რომ ეს ინდუსტრიალიზაციის შემდეგ რა განათლების სისტემაც გვაქვს მიზანმიმართულად ტოვებს ადამიანებს იმ რელსებზე რა რელსებზეც არის. ნახე რა გულისხმობ იმას რომ ის რაც ყველაზე ძვირფასი იყო ადამიანს შენ ვერ ეთქვი არ ისწავლო. მაგრამ თუ გინდა რომ უსწავლელი დატოვო, უნდა დააძალო სწავლა და ის რასაც ასწავლი ნაგავი უნდა აღმოჩნდეს და დარჩება უსწავლელი, მაგრამ პრეტენზია აღარ ექნება. ნასწავლი ეგონება თავი. ნასწავლი ეგონება თავი. და ყველანაირი სწავლა და ცოდნა და ასე შემდეგ ეგეთი ეგონება. და ვინც რაღაცას მიაღწევს, უპატიოსნო ეგონება და არა მცოდნე. ხო ხდები რა მაგარი სისტემა აქვს ვიღაცას დალაგებით. ნახე. სინამდვილეში ეს იმიტომ ხდება რომ ცოდნა ყველაზე ღირებული რაღაცა რაც ადამიანმა შეიძლება მოინდომოს და მოიპოვოს, იმიტომ რომ ბევრი მიზეზის გამო. და სინამდვილეში ჭიქა რო დაგჭირდა ცხოვრებაში. არ გითხოვს მე ჭიქა რატომ უნდა ვიყიდო ძმაოს ხუსი გაკეთებული. ჩემი ჩამთიხას მე ჩემი ჭიქა მე ჩემს არ ვიცი გამოგონებულ ნატურას დავამაგრებ ხოლმე სახში. არა, ყიდულობ ის რაც ხომ შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ცოდნისნაირ ძვირფასი ერთ-ერთი არ არის. და ცოდნას რომელიც შეიძლება ესე გამზადებულ პროდუქტად მიიღო, რაც დროს დაგაზოგინებს, მან არის ცოდნა რომელიც გათავისუფლებს და არის ცოდნა რომელიც პირიქით. ხო და მე მოკლედ ერთი რაღაც უნდა ვთქვა რომ ეს ორი კვირა რაც მე და შენ ერთად გავატარეთ, ჩემი აზროვნება მეტად და მეტად თავისუფლდება. არ მაინც მარტო შენი დამსახურება, შენი და ჩვენი აი მურთერთობის დამსახურება და ამ ცოდნის მიმოცვლის დამსახურება და არ თავისუფლდება იმის პარალელურად რომ ჯერ რაღაცაც მუშაობთ. იქ ფინანსურ რაღაცამდე არ მივსულვართ. ანუ არ იფიქროთ რომ რაღაცა პროექტი უკვე გავაკეთეთ, საიდანაც მაყუთი ამოვაგდეთ. იქ მე მილიონი ხარისხოვანია, იმდენად ღირებულია. არის შედეგი ღირებულების შექმნის და ღირებულების შექმნა არის შედეგი აზროვნების ცვლილების, სანამ შენ ფიქრობ ფულზე და არა ღირებულებაზე, ნახევარი გაზეთ მიდიხარ და ამ დაპარკინგებული ხარ რა. ანუ როცა შენ გადაიტან როცა აზროვნება შეგეცდობა და დაინახო რომ შენ შვიდ გამოხატო არის ბუნებრივი პროცესი რომელსაც ფული თავისით მოყვება ანუ მან ყოველდღე თავისით შეიძლება რაღაცა თქვა. პრობლემა ის კი არა რომ დგახარ და პარკინგშია. პრობლემა ისაა რომ როცა ესე უყურებ დგახარ მანქანა პარკინგშია და შენ გაზზე გაჩადა და წვა ხო და რაც ორი რაღაცა რაც უეჭველი მოხდება თუ ეგრე ხარ ან ძრავს დასტუკავ და გაჩერდები ან საწვავი ამოგეწურება და მაინც გაჩერდები. მიზეზი რის გამო ჩემი ტრანსპორტი არ მიდის არის არა ის რომ მანქანას ჭირს რაღაცა. შენ არ იცი როგორ დაძრა ხო ხდები და დასტუკავ ძმაო. ხო და წავედით ეხლა და ყველამ გავითავისუფლოთ ჩვენი აზროვნება ისე რომ ვქმნიდეთ, გამოვხატავდეთ საკუთარ თავს თავისუფლად და ფულზე საერთოდ აღარ ფიქრობდეთ. იმიტომ რომ გქონდეს იმისთვის რომ ფულზე არ იფიქრო, ფული უნდა გქონდეს იმდენი რომ ფულზე არ ფიქრობდე. ჰაერზე არ იფიქრებ იმ შემთხვევაში, თუ ჰაერი არ გაკლია. საკმარისია შენ ჰაერი გრაფიკით მოგცენ, შენი მთავარი საზრუნავი მთელ შენ ცხოვრებაში გახდება მომდევნო ჩასუნთქვა. თუ გინდა რომ გათავისუფლდე ჰაერის დევნისგან, ჰაერი უნდა ისწავლო როგორ აღმოჩნდა გარემოში, სადაც ჰაერი არის იმდენად ჭარბად, რომ შენ შეგიძლია დაკავდეს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით. თუ ამ ვიდეოს უყურებ YouTube-ზე წავდეთ. სადაც გინდა იქნება. აღწერაში იქნება ლინკი. თუ ამ ვიდეოს უყურებ გიოსთან, მე პოსტში დავწერ პირდაპირ. პოსტის თავში იქნება. თუ ჩემთან უყურებ, თავშიც იქნება, ვიდეოს ქვემოთაც იქნება და მეგობარი მოიწვია, ვისაც ფიქრობ,
გულწრფელად, აი ვინც გაგახსენდა, ან ვისთან ერთადაც წარმოგიდგენია შენი საქმიანობა, პარტნიორად ვინც განგიხილავს, ან უკვე პარტნიორია, ან თანამშრომელი, ან ახლობელია, ან არ ვიცი, რაღაცა მიზეზით ჩვენს საუბარზე ვიღაცა გაგახსენდა, დათაგე ამ ვიდეოს კომენტარებში, მანაც ნახოს და ეგარი. გაიჩნდე. კი, აი ძალიან კარგი არის რა, ნახეთ, შენ მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს. მე გადავწყვიტე ჩემი და sales ninja watch-ო. ანუ ვიყიდო შენგან, ანუ მე ვიყიდი, აი გამოს შემიძლია მე გადავწყვიტე ვიყიდი და იმიტომ რომ სტარტაპს ვიწყებთ ერთად და ძალიან გამარჯობა. ყიდვას sales ninja-ს ცალკე ყიდვას. sales ninja ორივე აბსოლუტურად და თან ფულსაც გავუყავთ. მე ესე ვფიქრობ, თუ შენი პროდუქტის მიყიდვა მეგობრისთვის არ შეიძლება ცუდი პროდუქტი გაქვს. თუ კარგი პროდუქტი გაქვს, მაგრამ შენი მეგობარი შენგან არ ყიდულობს, თუ მართლა კარგი პროდუქტი გაქვს. ცუდი მეგობარი ყავს. ეს. და შენს თუ კაი მეგობარი ხარ, პირველ რიგში იყიდე მეგობრისგან, ახლობლისგან, ოჯახის წევრისგან, დისგან, ძმისგან. იყიდე და არ ეგ მაინდსეტი რო გქონდეს, ჯერ სად ვარ. და არ გქონდეს მოლოდინი, რომ რა კი ახლობელია, იაფად უნდა მოგცეს. ან უფაზოდ უნდა მოგცეს. მოდი, რა კი ახლობელია, მიდი რესტორანში, გადაიხადე ფული, არაფერი არ შეუკვეთო. ხო ახლობელია. მიდი ახლობლის სამრეცხაოზე, გადაიხადე ფული, მანქანით არ მიხვიდე, ფეხით მიდი ოღონდ. აბა პირიქით ხო ახლობელი შენ იმის ახლობელი ხარ და ახლობელი არ არის? თუ ებრაელები ქორწილში, კი, ებრაელები შობიან ეგრე, ხო, შენ მეუბნებოდი? ანუ როგორც კი გიგებენ რომ ვიღაცა რაღაც დაიწყო ისე მის არის ფასდაკლებას კი არ შობიან. მაგარი პირიქით მეც რომ დაასაპორტონ ის და მე ერთ თუ პროდუქტი ანუ პირიქით არის და ჩვენთან პირიქით ყველაფერი პირიქით არის. ნახე ბევრი ბრკოლდება ამ ნათქვამზე და აი ახლობელს თუ შენ თუ გინდა რომ ახლობელს პატივი სე ახლობელია ადამიანი ვისაც უნდა სე პატივი აქვს საუბარია როდესაც ახლობელი ბოროტად იყენებს შენს თუნდაც ამ სურვილს და გავალდებულებს ან მიგთხოვ ან უხერხულში გაგდებს. თუ ისეთ პროდუქტი გაქვს და ისეთ ფასად ყიდი, რომ საკუთარ ნათესავს არ მიხიდდი, უფრო მეცაც გეტყვი. შენ რო ყოფილიყავი შენი მომხმარებლის ადგილზე. თავად რომ ვინმეს მოეყიდა, ბედნიერი არ იქნებოდი, არ გაყიდო. აი ეს ერთ წინადადება მე მგონი ძალიან სწრაფად თქვი, კიდევ ერთხელ გამიმეორებ, იმიტომ რომ მთელი გაყიდვების ანი და ჰოე არის ამ ერთ წინადადებაში. თუ შენი მომხმარებლის ადგილას შენ რო ყოფილიყავი და ვინმეს რო ის მოეყიდა, რაც შენ მიხიდე. ბედნიერი არ იქნებოდი, არ მიყიდო, ძმაო, სინამდვილეში არაფერს არ აგებ, დამიჯერე, არაფერს არ აგებ. და თუ გახსენდება, ნახე, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები, ვისაც ეხა რაზეც ვისაუბრეთ და რა შესაძლებლობასაც გთავაზობთ, გამოადგება, გაუზიარე და იყიდონ. თუ მათ არ მოეწონებათ, წამს ვერ როგორც კითხავენ, რომ ეს ჩემთვის არ არის და არ მინდა ჩვენ 100%-ს უბრუნებთ, მაგრამ 100% ჩუქნით. შენ არაფერს არ კარგი. მაგარი რაღაც გამოვიდა. თუ შენ გენდო, თუ შენ ენდეგიოს, ან თუ შენ მენდე მე და ამის გამო მოიწვია შენი მეგობარი და შენი მეგობარი მე ჩვენ კი არ გვენდობა. შენ გენდო და ადგილი დაიკავა ამ ღონისძიებაზე და აღმოჩნდა რომ ეს მისთვის არ იყო, აქედან წავა პლუს 10%-ით. რა მეტი რა გუშინ წერდა ვიღაცა ლაივში რომ ჯერ დამასწარითო ერთ დღესო და თუ მომეწონება მე გადავიხდიო და მე ვფიქრობ რომ ყველა ჯანსაღურთი ერთობაში არის იმის არ იყოს 10 ნაბიჯიო რა 5 თუ შენ გადადგე და არავინ არ შეგხვდა მობრუნდი და წამოდი უკან გაყიდვები არ არის დევნა არის მესმის რა გჭირდება მესმის როგორ შემიძლია დახმარება გთავაზობ ნიშნავს იმას რომ გაძლევ შესაძლებლობას რომ თქვა ან კი ან არა, ოღონდ ახლა, ნებისმიერ შემთხვევაში რთული იმდენად გონიერ ადამიანად რომ თუ ეს შესაძლებლობა ახლა შენთვის იყო, იტყოდი კის. ისედაც ზუსტად უნდა გესმოდეს რომ გაყიდვები არის საშუალო არითმეტიკული სპორტი. ძირითადად 97-98% ადამიანების შენ შეთავაზებებზე იტყვიან არას, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანების 98% ვერ ამჩნევს შესაძლებლობას, შესაბამისად ვერც იყენებს და მაგიტო ერთი და იგივე ადგილიდან
დაბრუნდება 100 კაცი და 2 წარმატებულია და 98% ისევ იქ იყო, იმაზე უკან იყო ვიდრე სადღაც წასვლამდე. ო და გაითვალისწინე იჩქარე, იმიტომ რომ გუშინ მქონდა და ის კურსის შეთავაზება ძალიან დაბალფასად, ის ფასი всё ჩავლილია, ანუ დღეს ყოველთვის უფრო ძვირია ვიდრე გუშინ. აუცილებლად ეს ყოველთვის ნარჩუნდება, ანუ ვერავინ ვერ იყიდეს აგიხსნი რატო. ნახე, აგიხსნი რატო და მიხვდები რატოა ეს სწორი. მე ვფიქრობ, რაც ეს თალკე კურსად შეგვიძლია შევიდე. ნახე რატოა სწორი. არასოდეს უნდა აგრძნობინო შენს მომხმარებელს, რომელიც უფრო ადრე გენდო თავისუფლად და მოტყუებულად და ნახე რა გულისხმობს. წარმოვიდგინე, მიდიხარ შენთვის რაღაც საყვარელი რაღაც თუ ქალბატონი ხარ, კაბა უნდა იყიდო, თუ მამაკაცი ხარ, რაღაც ნივთი უნდა იყიდო. დიდი ხანი აგროვებდი ამის ფულს, მიხვედი, შეიძინე და რომ გამოხვედი, ფასაკლება დაიწყო. ხო იგრძნობდი ცუდად. და ჩემი ბრაზდებოდა ბაზარში რომ თუ რაღაც თუ იყიდა და მე უფრო იაფად თუ ნახავ. ნახე, შეიძლება ნახო უფრო იაფად რაღაცა სხვაგან, მაგრამ წარმოვიდგინე, იყიდე, წახვედი და მეორე დღეს 50%-ით ნაკლები ღირს. ხო სულელად იგრძნობს თავს ადამიანი და რა უნდა ქნა? არ უნდა მოატყუო. როგორ არ უნდა მოატყუო? ადამიანები ვინც ადრე გენდობიან და საჭირო კიდევ ნდობის ამბავია და დროულად და სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ესეთი ადამიანები შენთან ყოველთვის უნდა იყონ მოგებულები, ვიდრე ისინი, ვისაც მეტი დრო დასჭირდა, იმიტომ რომ დრო ძალიან ძვირფასია. პირველივე დღესვე უნდა იგრძნონ ფულზე გავლენა და ამ შემდეგ, ანუ ყველაფერი არის სამართლიანად სწორად და ძალიან პატარ-პატარა პრინციპები არის ესეთი კიდე იმდენი, რომელსაც არ ითვალისწინებ და ძალიან ბევრ რაღაც ისწავლი რა. აუ, იმდენი პატარ-პატარა წვრილმანში არის საქმე და იმ წვრილმანს რო შეერთებ ხედავ რომ ვაუ. და იმდენად საყვარელი გახდება შენთვის ეს პროცესი, ბიზნესი, რა მიზანის არ უნდა გქონდეს, ხო ხდები? იმდენად საყვარელი გახდება, ხედავ როგორ დიდრდები რა გაგებითაც გინდა. არა მარტო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იწყებ სხვა ადამიანებისთვის ღირებულებების მიწოდებას, იმიტომ რომ ხე რო ხეა, მიუხედავად იმისა, რომ ხეს გასამრავლებლად თესლი ჭირდება, ნაყოფს რომელსაც ისხამს მისთვის არ არის, ადამიანებისთვის არის, სხვებისთვის არის. იმიტომ რომ ხესაც კი ესმის, რომ როცა ნაყოფს გამოიღებს, თუ უნდა რომ თესლისე მიწაში აღმოჩნდეს, ჯერ ნაყოფი უნდა მიაწოდოს სხვებს. ხო ხდები? ყველაფერი რაც გინდა სხვების მსახურებაში, სხვებისთვის რაღაცების კეთებაში, შენ თუ ერთ პურს აცხობ, ვერ გამდიდრდები. მაგრამ აბა 3 მილიონი კაცისთვის აცხობდე პურს. 3 მილიონი პური გამოაცხო. ხო, უკვე სხვებისთვის, უკვე უნდა გამდიდრდე კიდეც. აბა 3 მილიონი კაცისთვის გამოაცხო. აბა ერთი კაცთვის გამოაცხო პური და ფული არა იყო. ხო შეგიძლია რა უნდა ერთი პურის გამოაცხო. აბა 3 მილიონი კაცთვის გამოაცხო პური და ფული არა იყო. თუ გინდა რომ იმ ადამიანებისთვის შეგეძლოს ღირებულებების მიწოდება, ვისაც ჭირდება და ფული არ აქვს, უნდა შეგეძლოს ღირებულებების მიწოდება მათთვის, ვისაც სჭირდება და ისე აფასებენ ამ ღირებულებას 10-ჯერ მეტად, რომ სიამოვნებით იხდიან მაშინ ფულს. ესე თუ არ აგენერირებს შენი ბიზნესი ფულს, იქ სადაც ნათესავი მოგივა და მართლა დახმარება იქნება საჭირო. კი არ მოვიდა, იმიტომ რომ შენთან რესტორანში უფასოდ ჭამს, მართლაშია. თუ გინდა რომ მასთან შეძლო ის კი არა რომ მე გადაგიხდი ერთი ხაჭაპურისას იმდენი ფულის მიცემა რომ მთელი თვე მშვიდად იყო მაშინ მანამდელი პროცესები სწორად უნდა გააკეთო ძალიან ვისიამოვნე მე ძალიან ვისიამოვნე მადლობა შენი კომპლიმენტებისთვის რას ფიქრობენ შენზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მანამ სანამ არ გაიგებ ვინ არიან ის ადამიანები ვინც ან კაის ფიქრობენ ან ვინც ცუდს ფიქრობენ ვიღაცა თუ ცუდს ფიქრობს გააჩნია ვინ არის და როცა ესეთი კაცი საუბრობს შენზე მე ძალიან მესიამოვნა მადლობა კიდევ ერთხელ მე მარტო იმას ვამბობ რასაც ფიქრობ რა ანუ იცი რა ანუ აზრი არ აქვს რა რაღაცის ან ისე თქმას ან ასე თქმას აი რაღაცა გაყიდვა მოტყვა ანუ არაფერი შოში არ არის ეს რა ანუ მე ვხედავ რეალურ შესაძლებლობას რომ საქართველოში იმიტომ ქართულად არის ხა ეს კურსი და ქართველებს ელაპარაკებით ქართულად საუბრობ ხა ადამიანებმა შეძლონ იმ ენერგიის შეკავებისგან გათავისუფლება, რასაც ფინანსური, როგორ თქვა, არასაკმარისი და კარგი ფინანსური მდგომარეობა იწვევს. ანუ, რომ გათავისუფლდეს ენერგია ადამიანში, რომ წავიდეს ცოტა უფრო ზემოთ, იმიტომ რომ
რაც უფრო ზემოთ მიდის ენერგია, ადამიანის სიხარულის დონე, სიყვარულის, სხვებზე ზრუნვის, ჰარმონიის ეს იწევს მაღლა. ანუ ფული, არასაკმარისი ფული არის მოსაშორებელი ამბავი. აქ რაღაცა მთავრობამ ეს შეცვალოს, ის შეცვალო, ამენის ქნას იქ, ანუ სულმაზე ვერ იქნება დამოკიდებული. ანუ ინდივიდი, შენ, შენ, იმენ მარტო შენ 100% პასუხისმგებელი ხარ, როგორ იცხოვრებ. ანუ გარემოს აქვს წესები, არის რაღაცა მოცემულობები, რომლებიც იცვლება, მაგრამ შენ სანამ ინდივიდები არ გაიუმჯობესებენ თავის აზროვნებას ისე რომ გაათავისუფლონ თავიანთი სხეული სხვადასხვა შეჭირვებებისგან და სირთულეებისგან, ანუ ის, რასაც მე და შენ ვაპირებთ რომ ვქნათ, ამაზე შეიძლება ძალიან დიდი გავლენა ჰქონდეს. თუმცა ისევ იმიტომ რომ ის ინდივიდები, რომლებიც ამ შანსს გამოიყენებენ, ისწავლიან როგორ აწარმოონ ღირებულება და როგორ გამდიდრებენ. მე მივხვდი შენ რაც ვთქვი. მივხვდი შენი აუდიტორია რას მიხვდებოდა. ჩემი მსმენელისთვის ჩემებურად ვიტყვი. ნახე? გიონ რო ახსენა რომ თავრობა იქნება, რაღაცა სისტემა იქნება, ის პირობა. ეგ ყველაფერი არის მონაწილე ფაქტორი. ანუ რაღაც გავლენას ახდენს, მაგრამ ეგ არ არის განმაპირობებელი ფაქტორი. მიზეზი რის გამოც ადამიანი ამბობს რომ ფული იმიტომ არ მაქვს რომ თავრობა არ ეხმარება რაღაცა სიტყვაზე რაღაცა სფეროს. აი გლეხებს გლეხს იმიტომ უჭირს რომ თავრობა არ ეხმარება. არა, გლეხს იმიტომ უჭირს რომ არ იცის როგორი შოუს ფული, მაშინ როცა თავრობა არ ეხმარება. ნახე, ის რომ ვიღაცა არ გეხმარება, ეს შეიძლება მონაწილე ფაქტორი იყოს, მაგრამ ადამიანს დღეს იმიტომ არ უჭირს რომ ხალხს ფული არ აქვს. რა ხალხს ფული, როგორ შეიძლება ხალხს ფული არ ქონდეს, იმიტომ რომ ფული როგორც კი იბეჭდება, ხალხში გადის. ხალხს ფული არ აქვს, არ არსებობს. ხალხს ფული აქვს. ოღონდ ეს ხალხი ამ ფულს ხარჯავენ თავიანთი პრობლემების გადასაჭრელად, მათთან ვისგანაც საუკეთესო საუკეთესოდ გადაჭრიან თავიანთ პრობლემას. შესაბამისად, თუ შენ იქნები ძალიან ბასრი სხვა ადამიანების საჭიროებების და პრობლემების დანახვაში, ყველაზე ნაკლები პრობლემა რისიც გექნება იქნება ფული. ამ რამდენიმე დღის შემდეგ გექნება უკეთესი ხედვა, გექნება უნარები უკეთესი, შენს ხელთ უკვე არსებული ინსტრუმენტების უკეთესად გამოსაყენებლად. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ იწყებს შენი პოტენციალის გამოყენებას და ყველაფერი მრავლდება თავისი გვარის და მიხედვით, ნიშნავს იმასაც, რომ როცა ავსებ შენს პოტენციალს, ვერასდროს ვერ გადაავსებ, შენი პოტენციალი კიდევ უფრო ახალ პოტენციალს გაძლევს და ეს არ სრულდება არასოდეს. 11, 12 და 13 აპრილს მანამდე Sales Ninja იწყება, შესაბამისად, ვინც მანამდე შემოგვიერთდება, მალე დარეგისტრირდი და Sales Ninja-ს გჩუქნიან. მე ვაპირებდი, რომ Sales Ninja მეყიდა მარტო Sales Ninja 630 ლარად ჩემისთვის. იმიტომ რომ სტარტაპს ვიწყებთ ერთად და ვფიქრობ, რომ ძალიან დაგვეხმარება. Yes. Всё, მადლობა.